რაც შეეხება იმას, რომ რამდენად საჭიროა ტკივილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცა წარევმატოთ, ტკივილის გარეშე, მოდი ესე ვთქვათ, საეკლესიო ენაზე, განსაცდელის გარეშე შეუძლებელია ადამიანი რომ გადარჩეს. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია. ოქროც ცეცხლის გარეშე ხო ვერ მინარევებისგან ხო ვერ გათავისუფლდება. ადამიანსაც ეს ჭირდება, განსაცდელები ჭირდება. ესე რომ ამაში აი არაბუნებრივი და უჩვეულო არაფერია. უფალი ცხვასი ამბობს, რომ ჩემსკენ მომავალი გზა არისო ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. ერთ-ერთ წმინდა მამას ეკითხებიან, რომელიაო ღვთისკენ მიმავალი გზაო და ის პასუხობს, ერთადერთიო და რომელია? და აღმართია. აღმართია. ის არ არის დაღმართი, ის არ არის იოლე, მაგრამ ღმერთთან ერთად ყველაფერი იოლდება. თუ ადამიანი გულწრფელად არის ღმერთთან. აი ალბათ ეს არის. ტკივილის გარეშე არა ვართ არც ერთი. აი რომ ყველაზე მეტად რომ იღიმის შეიძლება ადამიანი, არც ის არ არის ტკივილის გარეშე. აი ზოგჯერ ყოფილა ჩემთან მოსულა ადამიანი, მე დიდი სამღვდელო პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ მაინც არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ადამიანია, აი არხეინ ადამიანად ითვლება, ყველა შენატრის, რა კარგად აი როგორ არის. აი დამჯდარ ვარ, გვისაუბრია და აღმომიჩენია, რომ თურმე ამასაც რავხელად ტკივილი აქვს. მაგის გარდა ეს ჩვენი ჯვარია. და აი ამ ჯვრის სიდიდეს უფალი განსაზღვრავს. თითოეულს ისეთ აძლევს, როგორიც უშუალოდ მას ჭირდება, რომ გადარჩეს. და განსაცდელი მალე შეწყდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდოდეს, რომ უფალო ჩამოგხსენი ამ ჯვრიდან, მეტი აღარ გვინდა. აი მაგალითად ადამიანს წვეთოვანს უსხავენ. ბოლომდე ხო უნდა მოითმინეს, შუაში რო თქვას, რომ აღარ მინდა. და რა მოხდება მე? მისთვის არ იქნება უფრო ცუდი. ამიტომ ჩვენის კი არ უნდა ვეძებოთ, დაუშვათ ჯვრები კი არ უნდა ვეძებოთ. ანუ ცხოვრებისეული სირთულები მე ასეთი უფრო მომეწონება. აი ამ ჯვრის ზიდვის ძალა უნდა ვეძებოთ და წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, თუ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნა, მაშინ ჩვენი ჯვარი შემსუბუქდება. და როდის მოხდება ესო? როდესაც აი როგორც მარჯვნივ ჯვარს